ამჯერად უკვე ჯუმბერ ყოლაშვილი გამოდის. აკობედინეიშვილი და რევაზ მინდორაშვილი მასთან ერთად. გეტყვით მისი მეტოქის შესახებ, ეს არის ალი შაბანაუ, თქვენ თვითონაც ხედავთ მას. ალი შაბანაუ 25 წლის გახლავთ ეს სპორტსმენი, კიდევ ერთხელ მე რომ ბელორუსს წარმოადგენს. ტიტულებით მსოფლიო ჩემპიონი გახლავთ გასული წლის, 2014 წლის 70 კილოგრამ კატეგორიაში მან მოიპოვა მესამე ადგილი. გზაზე მან დაამარცხა, უბრალოდ პირველივე შეხვედრაში დაამარცხდა ანივარ გედუევთან, გედუევი ფინალში გავიდა და მან შემდეგ ის ჩაერთო რეპეშაჟში, დაამარცხა გეორგიოს სავოლუდისი, შემდეგ ზელიმხან ხაჯიევი და ეხლა ყველა შულთან არკვევს ურთიერთობას ბრინჯაოს მედლისთვის. რაც შეეხება ჯუმბერ ყოლაშვილს, მასზე ჩვენ ვისაუბრეთ და გეტყვით იმის შესახებაც თუ ვინ დაამარცხა შეგახსენებთ, რადგან ჩვენ ამაზე ვისაუბროთ. ის საკვალიფიკაციოდან ჩაერთო რუსტამ დუდაიევი, ძალიან იოლად დაამარცხა, შემდეგ გეორგ ხარტი, ასევე მას მოუგო კრისტიან ბჟოჟოვსკი, დაძაბული ბრძოლა იყო და ანიაურ გედუევთან დამარცხდა სამწუხაროდ და ახლა მესამე ადგილისათვის იბრძვის ბატონ ნუგზარ რო შევაფასოთ ახლა რა შანსი აქვს ჩვენ მოჭიდავეს, თქვენ მას ძალიან კარგად იცნობთ და როგორ შეიძლება იმ ბელორუსთან ბრძოლა. ახლა უკვე აი ვიზუალურად შეხედულებით ჩანს რომ ბელორუსი ძალიან გამოცდილი მოჭიდავე არის. გარკვეული ტიტულიც აქვს. ჯუმბერს უნდა უსურვოთ რომ აქტიურად უნდა ეჭიდოს, არ უნდა გაჩერდეს ლეიბზე ახლა. გაჩერება მაგისთვის წაგების თვალფასი იქნება და აქტიურობს. გამოცდილება მაინც თავის შვება ახლა ამ შემთხვევაში. მაგრამ იმედოვნოთ რომ წარმატებით დაასრულებს ამ შეხვედრას. ხო, ბრინჯაოს медали ჩვენ ძალიან გვინდა, რადგანაც ეს იქნება ჭიდაობაში პირველი медали. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენ შვილდოსნებს მიულოცო ის ვერცხლის медали, რომელიც მათ მოიპოვეს, ესეც რა თქმა უნდა ძალიან დიდი და ეხლა არასწორად მისცეს შემჩნევა. ეს პირველი медали იყო ჩვენი დელეგაციის და მშვილდოსნებს მხოლოდ მადლობა ეთქმით ჩვენგან, რადგანაც ძალიან დიდი წარმატება არის მათთვისაც ვერცხლის медали, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გულწრფელად ვიძახი. ეს არის პირველი ვერცხლის медали საერთო ჯამში ამ წუთის მონაცემებით 37 ქვეყანას აქვს медали მოპოვებული და ამ ჩვენმა ერთმა ვერცხლის медалმა გადაგვისროლა 25 ადგილზე. თუმცა ასეთი შედეგი რამდენიმე ქვეყანას აქვს, მათ შორის სომხეთს, საბერძნეთს, რუმინეთს და როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ სან მარინოს. დღეს ეს ბრინჯაო და კიდევ ერთი медали მაქსიმალურად ზევით აღწევს ჩვენ არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, თუმცა აქ ჯერ ყველაშვილმა უნდა გაგვახაროს. მისგან ველით. რაღაც არ მოგწონს ბატონო. მისი ჭიდაობა. არ უნდა გაქცეულიყო, შეიძლება იქით მარცხენა ფეხი აეღო და პირით გადაიყვან და აკეთებს ამას. ეს იდახში იჭერს მარცხენა ხელის იდახში. თუმცა ერთი ქულა მაინც აქვს. ერთ გამო გაფრთხილების გამო და ეს გაფრთხილება ძალიან მაცდურია. აი პირველი გაფრთხილებას რომ მოჭიდავეს აძლევენ. მე ყოველთვისობა ალბათობა იქნება იმისი რომ აი ეხლა რა უნდა? ეხლა არ გადააგდოს, აი ეს არის მთავარი, აი გადააგდო და რამდენი ქულიანია შეფასებული? შეიძლება 4 ქულიანიც იყოს, 4 ქულიანი ნახოთ ახლა. თვითონ ხალიჩაზე თავარი არბიტრი ვერ გაერკვია ზუსტად სიტუაციაში და აი დახმარება ითხოვა თუ მას შეიძლება ეს ბეჭებზე რომ გადაიარეს, შეიძლება ამასაც მისცეს სწორი ქულა. აქცია ბელოსინოვა. აი
ლურჯმა დაიწყო და ამით შეიძლება რომ ორი ქოლა. იძულებით წავიდა. აი ბიჭები და ოთხით ორი და გააპროტესტეს ბელორუსებმა. აი მოდი ახლა დაწყებული ქონდა ყველა შულს. კი, რა თქმა უნდა, აქ ჩანდა ხო ყველა შულმა დაიწყო. კი, დაიწყო, ის შევიდა ფეხებში და იმან გააგზელა. არ უნდა მოწყვილებულიყო. თუ ისეა ჩვენ ამ საჯმა, რაც დავინახეთ, ეს კარგია ჩვენთვის. ეხლა ვნახოთ. ჩელენჯი შემოიგდეს. აი ბიჭები შეხებულია და ეს არის ოთხიანი და შემდეგ ორი ქულა ალბათ ხა მე ვერ დავდებ თავს ხა თქვენთან ერთად ზივარ მით უმეტეს ორი ქულა ნამდვილად არის იმიტომ რომ მით უმეტეს მე არანაირი უფლება არ მაქვს აქ ჩავერიო როდესაც თქვენ ხართ აქ აი ობიექტური მსაჯობით 4-2-ია ანგარიში და პლუს ერთი დაგვემატება კიდე იმიტომ რომ თუ ჩელენჯის არ გამართლდება პროტესტების შემდეგ გამტყუნდებიან უბრალოდ საჯემა არ უნდა შეცვალონ თავისი ჩვენება არა აი 4 ქულა 2 ესია პლუს 1 ქულა კიდე დაგვემატება და საბოლოო ჯამში 6-2 ხდება არა 6-2 არ ხდება 6-2 კი არ ხდება ჩვენ სასარგებლო ხდება 4-4 არა ჩვენ სასარგებლოდ არა ავისმის ეს ჩვენ მოგწეს 4 და პლუს 1 6-2 ჩვენ სასარგებლო 6-2 მე ისე მეგონა რომ ისე არა ლურჯია ჩვენა 4 ლურჯი საჭიდა 4-ია ყველა შვილი და აქედან გამომდინარე ხა ეს ბოლო წამები რატო კარგავს კულას ერთი წამით ადრე 6-3 არა უშავს ერთი წამია დარჩენილი ცოტა შეისვენებს და იმედია მეორე პერიოდში უკეთესად გააგრძელებს ჭიდაობას აი ეხლა თქვენ რა დარიგებას მისცემდით ბატონო ორ ფეხში შესულს არ ურჩევდი არავითარ შემთხვევაში და იცის მაგან თვითონ ორ ფეხში არ უნდა შევიდეს როცა ესე აგდებს მოწინააღმდეგე როცა აგდებს ესე კარგად ორ ფეხში არ უნდა მოკიდოს ხელი უნდა გვერდიდან ემუშაოს სალ ფეხში ეს იქნება მაგის გამოსავალი რაც შეუძლია მაგას აი შეხედეთ ორ ფეხში შესული აი შეხედეთ ესე იგი ეს ჩათვალისო ყველა შულმა დააგდო ის 4 ქულა კი 4 ქულიანი და შემდეგ უკვე გადაატრიალა და ეს 2 ქულა პროტესტმა არ გაამართლა შეძახილები საქართველოს ალბათ ულშემატკივრები ქართული დელეგაციის წარმომადგენლები რა თქმა უნდა არიან და იყვნენ დარბაზში იმ პერიოდშიც არ ვიცი აქ რაღაცა თითქოს ისეთი ფაქტი მოხდა რომ დაისაჯდნენ სამაგალითოდ მე ესეთ შტაბში მრჩება რომ ისეთი მკაცრი და პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო საერთაშორისო ფედერაციამ არა და რა კარგი შანსი ჰქონდა მე პირდაპირ ვიტყვი ოქროს მედლის ბატონოს მაგას ამის გამოცდილება ჰქონდა შარშანდელი ევროპის ჩემპიონია და საერთოდ ის ფინალისტი ყოველთვის უფრო მეც უმატებს ჭიდაობას და ხო ერთი გადამწყვეტი შეხვედრა იქნებოდა და ნუ ერთი ალულა ხოლმე შეიძლება რომ იტყვენ მიხვდება ეს რომ ასე არ შეიძლება მოგცევა ლეიბზე მოდი ვივარაუდოთ რომ კარგი მაგალითია რიოს ოლიმპიური თამაშებისათვის ის რომ ამ წონაში ხინჩეგაშვილი ლიცენზიის მოპოვებას შეძლოს მე მგონი არავის ეჭვი არ უნდა იყოს სადაო ეს და სავარაუდოდ პირველივე შეჯიბრზე რადგანაც კარგია როდესაც თუ სექტემბერში მოიპოვეს ბიჭებმა უფრო მეტი ლიცენზია თითქმის მთელი წელი აქვთ მათ შემდეგ მოსამზადებლად და ასე რომ გრაფიკიც და განრიგიც ჩვენიერი გაწერილი ექნებათ მათ თან ხინჩეგაშვილი ხლა ფაქტიურად გუნდის ლიდერია და ასეთი მაგალითი არ უნდა უჩვენოს მე არაფრით არ გავამართლებ მის მოქმედებას ჯებამ ყოლოგან თავისუფლად აი ხლა გაიყვანე ლევის ბოლოში არ მოთქვილდე რა შვები არ გაუშვაფე
არ გადააგდეს. არა ჯერჯერობით არაფერი არ ხდება, დრო ბევრია დარჩენილი. ძალიან ხო არ დაიღალა ისიც დაბიშლება რჩება. წუთი და 20 წამი. ოპა. დაიჭირესწინ. ერთი წუთი. დრო ჯერ კიდევ არის. 40 წამი. დაღლილები არიან ორივე. მე მგონი გაფრთხილებას გვაქვს. ისევ ხელი უნდა შეუყაროს ახლა რომ გააჩეროს ამ ხილ შეყრილი და ის ვერ მოძრაობს. აი ისევ კიდევ ერთი გაფრთხილება მოგვცა აქ ქულის დაკარგვის საშიშროება არის. უკიდურეს შემთხვევაში ვარი გაფრთხილება. მაგრამ ეს ქულა ბევრს არ გადაწყობს, თავის სიფრთხილეა აქ უკვე საჭირო. ორივეს აქვს თითო გაფრთხილება, ხედავთ. ტაბლო გამოჩნდა. ოპა, გაიქცა. 13 წამი. არა, გაჩერებულია. დრო გაჩერებული იყო 5-6. ეს ქულა რა თქმა უნდა მეტოქეს ეკუთვნება. არ არის პრობლემა 10 წამი არის დარჩენილი 10 წამი უნდა გაჩერდეს როგორმე 10 წამი უნდა შეინარჩუნოს შეიძლება 4-5 გაექცეს 7 ქულის მიცემა შეიძლება ოჩ ბრინჯაოს медаლი კარგია მიულოცოთ ჯაბას როგორც თქვენ ეძახით თქვენს გილოცავთ რა თქმა უნდა ამ წარმატებას 23 წლის ბორელმა ჯაბა ყოლაშვილმა მოახერხა ბრინჯაოს პირველი медаლია ჭიდაობაში საერთო ჭიდაობაში ისე რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად გასახარია რომ გუნდის დებიუტანტია ხო ამიტომაც რა თქმა უნდა ბევრი ფაქტორია ეხლა დაველოდოთ ელიზბარის გამოსვლას